ქრისტიანსა მერტმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ ილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს ანდრია პირველწოდებულის შემოგზანება საქართველოში მისი ხსენების დღეა ძმამდადანო ეს უდიდესი სიხარულია უდიდესი ბედნიერება არის აი ეს საოცრება არის ჩვენი ქვეყანა რომელიც ბნელში იყო ძმამდადანო როდესაც ისტორიას გადავხედოთ და ქართლის ცხოვრებაში წერია რომ ჩვენი ქვეყანა ქართველი ერი ძალიან სიბრუნეში იჯდა ძალიან საშინელი კერპთაყვანისმცემლები ვიყავთ წერია რომ წარმოიდგინეთ ქართველები თავის შვილებს სვეტად წირავდნენ წარმოიდგინეთ რამოდენიმე ადგილები რაღაც ადგილები იყო რომელსაც ესე იგი თავის შვილებს ჭამდნენ რა დღეში იყო ქართველიერი როგორი საშინელი მდგომარეობაში იყო ქრისტემდე და აი დღეს ძმამდადანო შემოდის ანდრია პირველწოდებული და ანათლებს ჩვენ ქვეყანას ანათლებს ხადაგებს ახალ ღმერთს ქრისტე ღმერთს სიყვარულის ღმერთს რომელმაც აი როგორ გითხრათ რა აი განავრცინო როგორც უცბად აი მზე რო ამოწმინდება და გაანათლებს თელ დედამიწას აი ესე გაანათა ანდრია პირველწოდებულმა ჩვენი ქვეყანა და თავისი ღვთაებრივი ქადაგებით და ქართველმა ერმაც როგორ დიდებულად მიიღო მართლა რომ აი შეიხორცა ეს სარწმუნოება ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება ქრისტიანობა როგორი შემდეგ ასეთი როგორი ცვლილება მოხდა წარმოიდგინეთ უცბად ესე საშინად ცხოვრობდა უცბად როგორ შეიცვალა ქართველი ერი როგორი მოსიყვარულე გახდა როგორ სტუმართ მოყარე გახდა როგორ პატიოდნენ ერთმანეთს როგორი სიყვარული ჰქონდათ ქართველ ერს ერთმანეთის მიმართ წრის მიმართ როგორი მეფეები ყავდა როგორი მოღვაწეები როგორი პატრიარქები როგორი მამები წარმოიდგინეთ რა არის ქრისტიანობა როგორი ღვთაებრივი არის სარწმუნოება ქრისტეს ღვთაებრივი ანდრია პირველწოდებული თავიდანვე გამორჩეული იყო ძმამდადანო თქვენ იცით რომ ანდრია პირველწოდებული ძალიან გლახაკი იყო თქვენ იცით რომ ის იყო რა ქვია მეთევზე იყო და მას არანაირი ისეთი განათლება არ ჰქონდა მაგრამ მისი გული ელოდებოდა მესია მისი გული ღმერთს ელოდებოდა და გახსნილი იყო მისი გული აი თქვენ ვიცით რომ სანამ ქრისტე შეუდგებოდა მანამდე იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო და როდესაც იოანე ნათლისმცემლმა უთხრა რომ აი ეს არის ქრისტე ღმერთზე მიუთითა რომ ეს არის ღმერთი და უნდა შეუდგემას იმ წუთშივე მიატოვა ყველაფერი და შეუდგა ქრისტეს და არასდროს არ გაშორებია ქრისტე ღმერთს და თქვენ კარგად იცით რომ პეტრე მოციქული თავი მოციქულთა თვით ანდრია პირველწოდებულმა მოუწოდა აი ამ ჭეშმარიტ გზაზე და მესიასთან მიიყვანა ანდრია პირველწოდებული შემდეგ თქვენ კარგად იცით რომ სოწმოფენობის შემდეგ, როდესაც სულიწმინდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე, გადაწყვიტეს წელი ყარეს რომ უნდა წასულიყვნენ, როგორც უფალმა უბრძანა, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათლს ცერდით მათ სახელი და მამისაითა და ძისაითა და სულისეწმინდისაითა. და ნახე მე რას ამბობს შემდეგ სახარებაში როგორ ამბობს, რომელმაც ნათელი იყოს და წმენეს, იგი ცხონდეს, ხოლო რომელსაც არ არწმენდეს, იგი დაისაჯოს. ამიტომ აი ეს ჩვენი ცოცხალი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა ეს არის აუცილებელი რა ამის გარეშე არაფერი არ გამოდის ამის გარეშე შეუძლებელია ცხონება მართლმადიდებლობის გარეშე ქრისტეს გარეშე შეუძლებელი ადამიანი სამოთხეში მოხდეს და აი როდესაც წელი ყარეს რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში უნდა წასულიყვნენ ანდრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც მოინდომა რომ მეც მინდა რომ მივიღო ამაში მონაწილეობა მეც მინდა რომ ვიქადაგო ქრისტე ღმერთიო და აი ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა ჩვენი ქვეყანა საქართველოში უნდა ჩამოგზავნებულიყო და უნდა ეკადაგა ჩვენ ქვეყანაში წარმოიდგინეთ რა პატივშია ქართველი ერი ძმანდადანა როგორი დიდი სიხარულია რომ ახსენდება ეს ღვთისმშობელი არის ჩვენი ქვეყნის მფარველი აი მიხარია ყველანაირი სასოწარკვეთილება რაღაცას განსაცდელები ეს რაღაცა პრობლემები იმ წუთში ვეკრება ამასაც წარმოიდგინო ჩვენი ქვეყნის მფარველი ჩვენი ქართველების მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის წარმოიდგინეთ როგორ უნდა ვიცხოვროთ როგორ პატივში ვართ ჩვენ გავიხსენოთ რახე ჩვენთან როგორი ეს სუპატარა ქვეყანაში სამმა მოციქულმა იქადაგა სამმა მოციქულმა ჩვენ პატარა ქვეყანაში კვართია უფლისა კვართია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა ხალენი ელიაწინასთან მეტყველის რა ვიცი უამრავი სიწმინდე ორი მოციქული სიმონ კარნელი და მატათა საქართველოშია დასაფლავებული თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა არის როგორ ქვეყანაში ცხოვრობ უნდა ძალიან აი რა ვიცი ძალიან მოგვეკითხება ჩვენი ურჯულო ცხოვრება ჩვენი ბინძური ცხოვრება ჩვენი არაქრისტიანული ცხოვრება ესე პატივში ვართ აბანელები მადლობა ღმერთს რომ აი აქ გავშვით ამ ლამაზ ქვეყანაში დაჯილდოებულია ქართველი ერი სხვადასხვა ნიჭებით საოცარი ნიჭიერი ხალხი ვართ და ამ ნიჭებს ჩვენ რაღაცა სიბინძურეში რაღაცა გახსნილობაში და რაღაცა ასე რომ ვთქვათ უმძიმეს წოდებში ვგარჯავთ ამ ჩვენ დიდ ნიჭებს
როცა შეგვიძლია ჩვენ აი ესეთი დიდებულად ვიცხოვროთ. მანდა და მართლა ვინ ქართველიერი თუ გულით იქნება ღმერთთან, გულით თუ იქნება ჩვენ გვახსოვს თამარის პერიოდი, როგორი დიდებულად ცხოვრობდა ქართველიერი, როგორ ცხოვრობდა მეფე თვითონ და როგორ ბაძავდა ქართველიერი და გაფრინებული იყო საქართველო, მართლა გაფრინებული. არა ფრის განგებით დაუბრუნეთ ისევ ამ თემას, ფრის განგებით არ მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩამოგზავნება საქართველოში, იმიტომ რომ უნდა გასულიყო ამ ქვეყნიდან და მან გამოგზავნა ანდრია პირველწოდებული. როგორც გახსოვთ თქვენ, რომ აიდგაო, დაიბანა პირიო, აიღო ოფიცარიო, მიინდო სახეზეო და ასე სასწაულებრივად გადავიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ამ ფიცარზე და აი ამ ხატით, ამ ხელთუქმნელი ხატით გამოუშვა საქართველოში. როგორი სასწაული არის და მართლაც შემოდის თუ არა ანდრია პირველწოდებული განანათლა თელი ქვეყანა, განანათლა დააგვინა ეპისკოპოსები, მღვდლები, სასულიერო პირები, დიაკნები და ააშენა პირველი ტაძარი აწყურში, წარმოიდგინეთ და აი პირველივე საუკუნეში უკვე ქრისტე იქადაგება საქართველოში და უკვე ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც მოციქული შემოდის და რომელმაც 12 მოციქულიდან იქადაგა ერთ-ერთმა რომელ ქვეყანაშიც ის ქვეყანა ავტოკეფალური არის და ჩვენთან სამა იქადაგა, სამა და საოცარი არის. ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, უნდა ვიცხოვროთ სულიერად. აი რას ამბობს სამოციქულოში რადგან პავლე მოციქულმა, თქვენო დიდებულები ხართ და ჩვენო დაწუნებულები ვართ. რატო? იმიტომ რომ ისინი იმ პერიოდში, როდესაც გადაგებდნენ მოციქულები, როდესაც გადაგებდნენ, წარმოიდგინეთ, აი მინდორზე რომ ცხვარი გაუშვა, ერთი ცხვარი და ლომებთან, ვეფხვებთან, ურჩხულებთან ერთად რომ აი ესე რა, მინდორში გაუშვა, წარმოიდგინეთ ცხვარი. და ამ ცხვარმა უცბად ყველა რო დაამარცხოს ეს ლომები და ვეფხვები წარმოიდგინეთ და დააჩოქა ყველა. დააჩოქეს მოციქულებმა, ამ გლახაკმა ხალხმა, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა, არანაირი განათლება, არაფერი. ამიტომ ჩვენ კიდევ დიდებულათა ვართ, გახსნილია ტაძრები, რაღაცა სასულიერო პირები პატივში ვართ, აბა მამაო დაგლოცეთ, რაღაცა იმაში ვართ, ხო, რაღაცა პატივში ვართ, ჩვენ ყველა ქრისტიანები პატივში ვართ, აღარავინ აღარ გვდევნის. ამ მოციქულებმა კიდე ყველაფერი გადაიტანეს. ყველა მოციქული ივანე ღვთისმეტყველის გადა, ყველა ეწამა, წარმოიდგინეთ. ყველა ქრისტეს გამო ყველა ეწამა, რომ აი აქამდე მოეტანათ ეს ყველაფერი. და ჩვენ კიდევ აი ჩვენ სარწმუნოებას არაფრად არ ვაგდეთ მანამდე ჩვენი ცხოვრება რავი აბა ვერ ვცხოვრობთ ისე როგორც საჭიროა. ამიტომ მთელი გულით უნდა ვიყოთ ღმერთთან, მთელი გულით. მე მინდა რომ აი წაგიკითხოთ პატარა თანამედროვე ღვთისმეტყველის პატარა ქადაგება, სულ პატარა ქადაგება, რომელიც რაღაცა გულგატეხილად, რაღაცას გულდაწყვეტილად ამბობს, რომ აი დღევანდელი სიტუაცია, აი გეგონება დღევანდელი სიტუაცია ზუსტად, აი მე-18 საუკუნის მამა არის ეს და ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ აი გაიხსო ტაძრები, ბევრი მღვდლები, ბევრი სასულიერო პირი, ბევრი მრევლი, გავსებულია ტაძრები, მაგრამ არ ცხოვრობთ, არ ვიცით ჩვენი სარწმუნოება, არ ვიცით ჩვენ ვისთვის დავდივართ, ვისთვის ვეზიარებით. ეს ბევრმა არ იცის მანამდე. მოდიან რაღაც ავტომატიურად და დგებიან, ამბობენ აღსარება, ჩამოარაკაკებენ ამ ცოდვას, არანაირი განცდა აღსარების, სინანულის, არანაირი მოდიან ზიარებაზე რაღაც აღებენ პირს და არაფერი არ იციან, რას ეზიარებიან, როგორ ეზიარებიან, როგორ უნდა მოხვიდე, როგორი გრძალვით, როგორი შიშით, როგორი მოწიწებით, ლოცვაზე როგორ უნდა იდგე. და ასე შემდეგ ეს არაფერი არ ვიცით, რა გწამს. რომ შევეკითხოთ 80%-მა არ იცის რა წამს. რა წამს ჩამომიყალიბე შენი მწამსი, რამდენმა მწამსი არის. ამიტომ ეს აუცილებელი არის, უნდა უნდა მოვიდეთ და რაღაცა იმისავით ვიდგეთ, უნდა გაქიცნობიერდე, უნდა წინ უნდა იარო, არ უნდა იყო კმაყოფილი ამით, რა მარტო კვირას მოდიხარ და ეზიარებ. მადლობა ღმერთს, რომ მაინც მოდიხარ, დღეს ესეთი პერიოდია, მაგრამ წინ უნდა წავიდეს ადამიანი, წინ და წინ, უნდა იცხოვროს სულიერად, თვითონ უნდა მოინდომოს, გული უნდა გახსნას, თორე არ მოვა ესე, არ შემოვა ესე უფალი. არ შემოვა ესე უფალი, თუ არ გახსნი გულს, თუ შენ თვითონ მე იკითხო, უნდა მიბაძო წმინდანებს, როგორ ამბობს პავლე მოციქული, მობაძავ ჩემ და იყავით, ვითარცა მე ქრისტესავ, უნდა მიბაძოთ მას, ყველაფრის. აი მე ვიტყვი, აი პატარა იმას წავიკითხავ და შემდეგ გავნაგდოთ ქრისტეს მოციქულნო, შეძახებს ესე მამა, ეკლესიის მამანო, სულიწმინდის ღვთისმსულიერო ბაგენო. ნეტავ შეგეძლოთ ამ ქვეყნა დაბრუნება, რომ კვლავ იქადაგოთ სარწმუნოება მორწმუნეთათვის. კვლავ ასწავლოთ მართლმადიდებლობა მართლმადიდებლებს. სარწმუნოების მტრებთან კი აღარ იბრძოლოთ, არამედ მორწმუნე საფრთხო კვლავ აახმიანოთ.
რამე თუ ეროტიკოსები თავიანთი ღვთის გმობითა და უწმინდურობით ქრისტეს წმენას თავს აღარ ესმიან. ანუ აღარ არის ეს ბრძოლები, აღარ არის რაღაც ეროტიკი არიან რაღაცა სექტები, მაგრამ ესე რომ რაღაცა მართლმადიდებლობაზე სერიოზული ბრძოლა იყოს, ესე აღარ არის. აქ რასაუბარ? მას თვით ქრისტიანები უარყოფენ უმეცრებითა და ბოროტებით. სარწმუნოება ჩვენ მართლმადიდებლობაზე ლაპარაკ. სარწმუნოება უწმინდესო, ქრისტეს სარწმუნოება წარმართული ცნობილების გრუბლებში ერთხელ ზესავით გაბრწყინებული. ვარდო ერესის გაუვარ ეკალ ბარდებში აკოვებულო. წარმართული დევნის ხარისხალში მოზეიმე და დაუმარცხებელო. როგორ დაშლილ ხარ, დამჭყნარ ხარ, გათელილ ხარ ქრისტიან საზოგადოებაში, არადასწორად რომ აქ უნდას გეზეიმა, გეყვავილა და გებწყინა. რაბი, ღვთაებრივო მასწავლებელო, იესო ჩვენო, ჩამოსულო ზეციდან, რომელმაც ეს სარწმუნოება გვასწავლე. უზაკველ ისრაელთან ნათანაელთან ერთად ვაღიარებ და ვწამს, რომ შეხარ ძეგმთისა, შეხარ მეუფე ისრაელისა, მაგრამ ჩვენ არ გვესმის რას ვაღიარებთ. ჩვენ წმენით არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს შენი წმინდა სარწმუნოება, რომელიც ღვთაებრივი ნათლობით მივიღეთ, მაგრამ მის შვედაში უსინათლოდი ვარ, ხოლო მის საქმეებში მკვდარი. აი, თვალმდადან როგორ ლამაზად აღარ. ზუსტად ესე ვართ ჩვენ ყველა. აი, ამიტომ და არის მთავარი, იცი? მთავარი არის რომ გულისხმის ყოფა, ანუ უნდა ღმერთი უნდა შეიგრძნოს ადამიანს. როგორ უნდა შეიგრძნოს? მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, ცოდვების განცდით. თუ ცოდვებს თუ შენ სალში არ დაინახავ, შენ გულში არ დაინახავ, შენ ცოდვებს თუ რა ცოდვილი ხარ, გამორიცხული არის, ვერ შეიგრძნო მოფალს. ამიტომ როგორ იყვნენ წმინდა მამები, ხო? რო ცხოვრობდნენ სულიერად, ხო აი მიდიოდნენ, აი იმაშვებოდნენ, ხო რა მართულობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ? უდაბნოში, რაღაც ყრელებში, ზოგი მიწაში ჩადიოდა, ზოგი სადღაც კლდეზე ადიოდა და მარტო რატო ცხოვრობდა? იმიტომ რომ მათ შეიგრძნეს ღმერთი, შეიგრძნეს ღმერთი და ყველაფერი მიატოვეს. ყველაფერი მიატოვეს, აღარაფერი აღარ უნდა ისეთი ტკბილი არის უფალი. ამიტომ ჩვენც ესე უნდა შევიგრძნოთ უფალი. ჩვენ არ გვეუბნება უფალი, რომ აბა მიატოვეთ ყველაფერი, წადით სახლებში, მონასტრებში, მიატოვეთ. არა, ამას არ გეუბნება. მაგრამ გეუბნება, რაც შეგვიძლია ეს გააკეთო. რაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ხალხო. რაც შეგვიძლია თელი გულით ვიყოთ ღმერთთან, თელი სულით შევიყვაროთ უფალი. ამიტომ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ეს ცხოვრება დასრულებადია, თვალმდადან. ერთი წამი და გავართ ამ ცხოვრებიდან, წავდგებით ხრის წინაშე. და აი ყველაფერი მტვერი და ნაცარია. ყველაფერი უკან დარჩება. თავარი რა არის? აი ცხოვრება, სულიერი ცხოვრება, ქრისტესთან ცხოვრება, რომელიც არასდროს არ სრულდება, არ დასრულდება არასდროს. იქ არის ბედნიერება, იქ არის სიხარული, იქ არის წარმოიდგინეთ ღვთისმშობელთან ერთად, წმინდანებთან ერთად ეტარება. ეს რაღაცა სასწაული არის, რომელიც სიამოვნება შეედრება იმას, მანდადან იმათ წმინდანებთან ყოფნას. ვერაფერი. ამიტომ ღმერთმა ინებოს, რომ თელი გულით ღმერთთან ვიყო, თელი გულით შევიყვაროთ, როგორც უფალი ამბობს, იყვარდეს უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა. და მოყვასი შენი, ვითარცა თავით ვისი. ესე იგი, ამ ცნებაზე არის თელი ჯული და წინასწარმეტყველება აგებული. ესე იგი, თუ არ გვეყვარება ერთმანეთი, არაფერი არ გამოვა. აი ამ დიდი სიყვარული, ადამიანების ღმერთის სიყვარული პირველ რიგში და ადამიანის სიყვარულით ანდრია პირველწოდებულმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ერი გაინაცლებინა, ჩვენი ერი მართლმადიდებლობა მიიღო. აი, წარმოიდგინეთ ქრისტეს გარეშე, როგორ შეიძლება ცხოვრება. მე ვერ წარმომიდგენთ. გამორიცხულია ცხოვრება. აი, უღმერთო ცხოვრება ეს საშინელება არის. რა შეგეკითხოთ, აი, მიყვართ ღმერთი, ყველა ვეპყრობ, მიყვართ ღმერთი, რაში გამოიფატება სიყვარული? რაში გამოიფატება სიყვარული? მეძახო მე რომ მიყვარხარ, მამა გიორგის ყველაფერი, აუ შენ გენაცვალე, შენ მიყვარხარ, მაგრამ ჩემ არც ერთ ხუნას არ მისულებ. გეკვეწები წყალი მომაწო, არ მაწოდე. რაღაცას გთხოვ, მომეხმარე, არ მეხმარებ. პირიქით შეურაცხყოფ მე, რაც მე მძურს, იმას აკეთებ. ეს არის სიყვარული? არ არის ეს სიყვარული. და ამიტომ ამბობს უფალი, ვინც ჩვენთან არ არის, ის მტერ ჩვენ დაარს. ჩვენ რომ მონათლულები ვართ და მართლმადიდებლები ვართ და დედა ეკლესიის შვილები ვართ, მეტი მოგვეთხოვება, მეტი. ამიტომ თელი გულით უნდა შევიყვაროთ ღმერთი, თელი გულით. და მე მინდა რომ ამით დავასრულო, რომ ანდრია პირველწოდებული ხადაგებას რამხელა ძალა აქვს მანდადანო, რამხელა ხადაგებას ჩვენც უნდა ყველა მარტო სასულიერო პირმა, თქვენც უნდა იქადაგოთ თქვენი საქმეები.
თქვენი საქმეები როგორც უფალია ბოსო ეგრეთ წინავდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცსა რათა იხილოს საქმეები თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცაცასა ესე იგი ისე უნდა წინავდეთ ისე უნდა ცხოვრობდეთ რომ დაგინახოთ უცნო და არაქრისტიანი რომ ნახე რა საოცარია ნახე როგორი მშვიდია როგორი მოსიყვარულია როგორ პატიებს ყველაფერს რომ ადიდება გვერდს ნამდვილად ღმერთი არსებობს და მოდი მეს დავიწყებ ქრისტიანულ ცხოვრებას მოდი მეს შევუდგები უფალს აი ესაა ქადაგება და აი ადრია პირველწოდებული როდესაც ურჯულო მართლმა შეიპყრო და ქრისტეს შურით ქრისტეს გამო რო აი ქრისტეს ქადაგებდა მისი ცოლი ქრისტიანულად მოაქცია წარმოიდი მისი ძმა და თელი ოჯახი და ეს მართველი გააგრძელდა გაბრაზდა და გაბზანებს რომ ჯვარზე გაეკრა როგორც უფალი და ძალიან გაუხარდება რომ რაღაცა როგორც უფალი გააკრეს ჯვარზე მეც ესე გამაკრავენ და უხარობდა ეს და გააკრავენ ჯვარზე, მაგრამ ჯვარზე არ დალუსწნავენ, უბრალოდ თოკები დააბავენ და 4 დღეო წარმოიდგინე, 4 დღე ჯვარზე გაკრული ქადაგებდა ანდრია პირველწოდებული და ეს ხალხი სული 4 დღე იდგა, ასეც ჯვარზე გაკრული და ქრისტეს ქადაგებდა, ზმანოდადანო სიყვარულს ქადაგებდა, სარწმუნოებას ქადაგებდა და აი რა ვიცი და რა საოცრება არის და ამიტომ მერტვაინებოს რომ ჩვენც სულიერად ვიცხოვროთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. ამ გულში უნდა გავაგოთ ეს გული, რაღაცა დაკეტილი გვაქვს, არ ვაგებ და გავაგოთ და შემოუშვათ ქრისტე და ნახავთ როგორი ბედნიერები იქნება. ქრისტეს გარშე ბედნიერი ვერ იქნება ვერცერთი ადამიანი. დამიჯერეთ აქაც რომ სულ განსასწრებში იყოთ, სულ განსასწრებში რო იყოთ, ხო? თუ ქრისტე გეყოლებათ, უბედნიერესი ადამიანები იქნება. და რა ყველაფერი რო გქონდეთ, სულ ყველაფერი რო გქონდეთ, რაც კი შეიძლება ადამიანს გქონდეს და ქრისტე აკონდეს, ის ადამიანი უბედური არის. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. მერტვაინებოს ერთი წამი, თვეები და წლები კი არა და კვირები. ერთი წამი ქრისტეს გარეშე არ გვაცხოვრა. მერტვა დაგლუსოთ, მერტვა გაკურთხოთ და